მეგობრებო, ჩვენს ამბებს დავიწყებთ სასიამოვნო ინფორმაციით მათთვის, ვინც მომხრია რომ საქართველოში მონარქია დაბრუნდეს. გილოცავთ მეგობრებო, გილოცავთ. ვისაც ამის დიდი სურვილი გქონდათ, აი გამოხდა დრო და გირჩი ძალიან საინტერესო ამბით თუ შეიძლება ვიდეო ვნახოთ. ვნახოთ ვერ ვითმენ ეს ვიდეო ვნახოთ. გვაჩვენეთ. ჩვენ ხვალ დავიწყებთ დისკუსიას გირჩის ახალ ჯგუფში, გირჩის სამეფოში, სადაც ჩვენი მხარდამჭერები არიან და მხარდამჭერებთან ერთად გავივლით თელ პროგრამას, რასაც გავაკეთებთ. გირჩს ახლა მეფეც ყავს? დიახ. ჰერმან პირველი საბო. უი, რას ამბობთ? არ ვიცოდი, მე მოპატიეთ. ხო და აი თან ამ დისკუსიასთან ერთად ამ ჯგუფში მოხვედრისთვის საჭიროა რომ ადამიანს კონდეს ერთი ფულადი ერთეული გირჩის ვალუტა. ანუ მონარქიაა თქვენთან? ქართული დოლარი გეტყვით ახლავე, ქართული დოლარი და იყოს რეგისტრირებული გირჩის პორტალზე. რა პრობლემაა? რა გინდა ძმაო? არა და აი გულწრფელად მაინტერესებს რა. ქვეყანაში არის საშინელი გალიაკი. რა კანალზე შედან პოსტა მითხრა. რაღაცა გაერთიანდა. ჩუმად შევიპაროთ იმ ჯგუფში რაღაცა ახალი სამეფო ჯგუფი რო აქვს და იქნები გავიქცეთ. ძალიან კარგი, მე რა ვიცი, ძალიან საინტერესო ამბავია რა, მაგრამ აი ცოტა რაღაცნაირად უცნაურია მეფე ჰერმან პირველი საბო არის მეფე. ესე რა იყო და საბო? უი, მე საბო, მე იგი მეფეს ვიცნობ, ახლა პატივია. მეფესთან აგერ კავშირი გაქვს. ძალიან არ ვიღაცები ანერვიულდნენ რომ რა არის ესო, რა დროს მონარქია აუწყდათო, რა უნდათო გიჩა ადამიანები ამბობენ რომ თავისთვის შიდა ამბავს აკეთებენ რა ცუდი ამაში რა არის. მე ვერ ვიგებ ცუდი რა თავის მეფე ეყოლებათ. თან ძალიან უწყინარი ქვეყანა იქნება. ჯარი მაგათ არ ეყოლებათ, იმიტომ რომ რელიგია თვითონ თავისუფლების ჯარი. თავისივე რელიგია. და რაც თავარია, ფული გვექნებაო ჩვენი მეგობრებმა, ჩვენი შიდა ფული გვექნებაო. გირჩის დოლარი კი არა, ქართული დოლარი. ხო. ქდ. მაგრამ რაღაცნაირად მე მგონი უფრო შეიძლება წიწვი ვალუტა წიწვი. წიწვი ალბათ უფრო ხურდა იქნება. მოკლედ ქართული დოლარი გვექნებოდაო, მაგრამ ეხლა ამ კუპიურაზეც ხო ალბათ დაიხატებიან ადამიანები ისე როგორც მაგალითად ჩვენს ლარზე ან სხვა ქვეყნის ვალუტებზე ხო ახატია ადამიანები. პირველი რაც ვიფიქრე მე გეტყვი, აი პირველი რაც ვიფიქრე 10 ლარიანს ხო ახატია. ჩვენ გვექნებაო ქართული დოლარი. ქართულ ლარს 10 ლარიანს ახატია, რაც გამახსენდა პირველი მეორე მხარეს იმერეთი დედაჩემი ხო ნახატი რა, სადაც ეს ქალბატონი დახრილი და ქსოვს არა. იქ იქნება იაგო ხვიჩია დახრილი და ბულბულატორი აქ ამოყვანილი საკაცო. ხო შეიძლება მეორე მხარე. რა ცუდია, მე მაგალითად დიდი სიამოვნებით ამ კოპირას გადავიკეთა და ჩავიდებდი ჯიბეში დიდი სიამოვნებით და შეუერთებოდი ჩვენს მეფეს. მეფეო ლამაზო. რადგან შეიძლება მაგას აგინა სხვა პლუსიც აქვს, რომ პირველად გვექნება ქვეყანა, სადაც ფულის ერთეულზე. ვინც ხატია, ისინი იცინია. გაღიმებული ყველა მოღუშული არის. ეხლა გვეყოლება ყველა გაღიმებული. ხო არა, კუპიურა არიოლი და რეშკა ძალიან მაგარი სათამაშო იქნება. წარმოგიდგენი არიოლი და რეშკას რო თამაშობენ რა. აი წინ თქვათ ვინ ეხატება იაგო, ხო? მან უკვე ბულბულა არა. წინ ვიღაც უფრო ისეთი ლიფსიტა გირჩელი იქნება ალბათ არა. ნუ ვიღაც იერარქია დაცული ხო უნდა იყოს 200 ლარიანზე ვიღაცა ყველაზე მაგარი 200 ლარიანზე მეფე იქნება. 200 ლარიანზე თავი მეფე. 200 გირჩი დოლარიანზე ჯერ ესეთი. არიოლი და რეშკას მაგირად რაღაც სხვა ერქმევა. შეიძლება ვახო იყოს ერთ მხარეს და ხატული გაკვირვებული და მეორე მხარეს გაუკვირვებელი. გაუკვირვებელი. ხო, ერთ მხარეს გაურკვეველ სიტუაციაში და მეორე გარკვეველ. პანტომიმის მომხდარ სტუდია. მასა იქნება რა ჯერ ესე, შეიქნება. იაგო ხვიჩიას მე 8 ლარ ნახევრიანზე დავწერდი, იმიტომ რომ ვერ გაირკვევა 9-იანს უფრო მიეკუთვნის თუ 8 ლარიანს. 8 ლარ ნახევრიანი გამოვა და იაგო ხვიჩია იქნება. ჯერ მარტო იმიტომ გაკვირვებული. რომ ხურდის დაბრუნება აღარ შენ წამედგენ ამ ხელა ბედნიერება არის. ყველანაირი უნდა იყოს. მე თუ მკითხო, ნახე, ხო იქნება რომ უნდა იყოს 8 ლარიანიც, 80-იანიც, 820-იანიც, 830-იანიც და ეს უნდა იყოს 900-ზე რა და ხურდა არასდროს არ იქნება პრობლემა. თუ დავაგებული. რამდენი ჯდება 890. აჰა და ამოიღებ 890-იანს. არა მეგეც გავხეწოთ ძალიან კაია რა. ხო, გირჩის სამეფოში ყველა ფული იმ წამსვე იბეჭდება რა, რასაც მოგთხოვენ. სხვათა შორის სამეფო და სახელმწიფოს რო არსებდა იქ კიდე თუ სატახტო ქალაქი მოგინდა, ამ ყველაფერს ხო ის უნდა ლეგენდა. ხო რაღაცაინაღაც უნდა შეიქმნას. ხო, ლეგენდაში მოყვებიან რომ გირჩის სამეფოს შესახებ. ესე იგი რომ ვახო მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია და ჰერმან პირველი საბო მიდიოდნენ დიდ გალიაკობის პერიოდში, მოკლედ, გადასწყვიტეს ტყეში გაევლოთ და რამე ეპოვნათ. მიდიოდნენ იარეს, ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს დაინახეს ციყვი, რომელიც იჯდა თავისთვის ხელს და ამათო შეხედა გაეცინა. ამათ მეგრელი ამას ეკნება რამეო, გაიქცა ციყვი, დაადევნეს, ვინ დაადევნეს? შევარდენი. ხო და ვინც უფრო ყველაზე მეტად წააგავდა, ვახო მეგრელიშვილი იყოს ვახო მეგრელიშვილი. დაადევნეს და ცოტა ხანში რომ გახვდნენ და მიყვნენ და იპოვეს, სხედან ციყვი და ვახო მეგრელიშვილი სხედან ხისტოძე, სწევენ მარიხუანას და საუბრობენ პოლიტიკაზე. დას თქვა მან იაგომან ხვიჩიამან აქ უნდა დაარსდეს ქალაქი და სატახტო ქალაქი სახელად გირჩისი.
ოჰო, ჩვენი ნუ ეხლა ფინალი მაინც და მაინც ეგეთი ორიგინალური არ არის, მაგრამ კარგად რომ გაბიჟვინებული იქნები, მაგრამ გაგისტორია ისტორია. კაი აბა არა. ისე მაგათ მე მგონი მარტო ვალუტა და მეფე არ აქვს თავისი. აბა. და არც სამეფო არ აქვს მარტო თავისი. მაგათ აქვს მე მგონი თავისი დამწერლობა და ენაც. იმიტომ რომ ჩვენ მოკვდავებს არაფერი აღარ გვესმის უკვე რას ლაპარაკობენ და აშკარა თავიანთი ენა აქვს და ისე მე მინდა რომ ურჩიო მე ბევრი ენა ვიცი და შემიძლია ენა მოგიგონოთ. ხოიცი ის სერიალი რო არის, ოქია, სამეფო კარის თამაში. ორი მოგონილი ენა არის. ვალირიული და დოტრაკიელების. ხო და მე შემიძლია რომ გირჩევს მოვუგონოთ ოფიციალურად მე მინდა იაგოს მინდა. იაგო გირჩულიერი. მაგ სამი მკვდარი ენა სახში და კიდე სამი შემიძლია მოვიფიქროთ და ეკთმა თავიანთი ენა. ეხლა მეგობრებო, მაგარი იდეა. ჩვენიერი ამბავია რა. ფულს არ ვიღებ ამაში. ჩვენიერი ამბავია. მოვდივართ მეფის კორონაცია რო იქნება დაგპატიჟეთ, მივიდეთ ხო? არ უნდა მივიდეთ. მაგის გამაზვა არ იქნება. მაგის გამაზვა არ იქნება. ნადილი იქნება ხო? მეფე ჰერმანი გარინდულია. შემდეგი ერთი ესეთი ამბავი გვაქვს, ძალიან საინტერესო. აგერ რუსეთს ეხება და მის მეფეს უყურე, რა საინტერესო ისია. პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა პრეზიდენტ პუტინის ინიციატივას, რომ პრეზიდენტი პუტინი პრეზიდენტი იყოს სულ მუდამ. პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა პრეზიდენტ პუტინის ინიციატივას, რომ პრეზიდენტი პუტინი მუდამ პრეზიდენტი იყოს. კიდე ერთ ამბავს გეტყვით მე ესე დიქტატორებზე და გიჟებზე. ხო იცი ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინმა როგორ არ ვიცი, ძალიან საყვარელი კაცია. კი, ძალიან კეთილი და ძალიან ზრუნველი და თავის მოსახლეობა გააფრთხილა რომ მოემზადეთ 90-იანი წლების შიმშილის მაგვარი პერიოდისთვისო. ესეთი ოფიციალური განცხადება. ხო, ეგრე გამოაცხადა. იქაც ქონიათ 90-იანები თურმე. მაგრამ რაში ეცი საქმე იქაო რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ეხლა ამ განცხადების მერე გაარკვიეს რომ თურმე 90-იანები უკვე გადავლილია და 21 საუკუნეა. ხო, ნახე კიდე რა ამბავი დავიჭირე ამაში რომ რატო არის კეთილი კაცი ეს კიმ ჩენ ინი. აფრთხილებს თავის ხალხს რომ დაგენძრევათო ცოტა ხანში. აჰა, მოემზადა. ჩვენ არავინ არ გვაფრთხილებს და ისე დაგვენძრა. ისე მოგვადგა 90. მოგვადგა, კი. ჩვენ უფრო ცუდ მდგომარეობაში ვართ ვიდრე ისინი, ხა დაფიქრდი რა. იმათ ინტერნეტი არ აქვს და არ იციან რა ხდება გარშემო. სად გაიცხოვრება, სად არ გაიცხოვრება. ჩვენ ზუსტად ეგეთ მდგომარეობაში ვართ როგორც ეგენი და პლუს ინტერნეტი გვაქვს, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან დამთორგული და უფრო ვიტანჯები. ხო, იმიტომ რომ უყურეთ მართლა რა არის, კარგი მართლა რა ხდება მთელ სამყაროში და ჩვენ როგორ ვართ იმასაც კარგად. შესაძლებელი გვაქვს და ეგ პრობლემაა ჩვენ შემთხვევაში. ხო და ხო მიხვდით ისიც თქვა გვიდოდა ბატონებო, გაგვითიშეთ ინტერნეტი. და ვიქნებით ჩვენივრად რა. ვერ უნდა რაობას დავიშვით. ყველაფერი გავთიშოთ რა. არაფერი არ გვინდა, საერთოდ ყველაფერი გავთიშოთ რა. სხვათა შორის მექსიკაში მოხდა კიდე ძალიან საინტერესო ინფორმაცია, ხა წავიკითხავ. მექსიკაში ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა საარჩევნო კამპანია დაიწყო კუბოდან. ანუ არ გიგონთ რა ხალხი. ნახოთ ეს ვიდეო. არ ვიწყებ. უბრალოდ ვიდეო ნახოთ. ზაკაია. ჩვენიერი არის. Yo soy Carlos Mayorga y soy uno de los 1 millón. ვა, რა საინტერესო კაცია, აი. მეტა ოპოზიციონერია თუ როგორც ეთყობა ოპოზიციონერია კაცო რას ლაპარაკობ. იმიტომ რომ ამით თავრობას თუ რაღაც პერფორმანსი დადგა რა ესეთი ხდები. კაც თავისი გირჩები ყავთ ახლა რა გონია შენ მექსიკაში გირჩები არ ეყოლებათ, მაგრამ სხვათა შორის ჩვენ ახლა დიდად ნუ გავიგდებთ ახლა ადამიანს და ნუ გავხურდებით ხომრობებით, იმიტომ რომ ჩვენ მოდი გავიხსენოთ ჩვენ როგორ აღნიშნეთ სალომე ზურაბიშვილი რომ პრეზიდენტი გახდა, თუ შეიძლება ეს ვიდეოც ნახოთ. ჩორა კარგი. როგორ მოდის ცეკვაცეკვი ჩეხე. კარგია, კარგი, საკმარისია, ძალიან კარგია, კარგია. ხო, მოკლედ საინტერესო ამბავია რა. ეს ვიდეო ნახე არ მქონდა მე სიმართლე გითხრა მანამდე რა. ხო და ეხლა ის თქმა მინდა რატო გეუბნები რომ ძალიან არ გავიგდოთ მეთქი მაგრამ ხო ვიდეო ხო ნახე. ხო. აი ჩვენ 2018 წელს ვიდეო ეგ პრეზიდენტი. ხო და ჩვენ როგორ ჩვენც ხო უშვეთ რაღაც ვიდეოებზე და ღადავდე. მე იცი რა არის? არ მგონია რომ სწორი იყოს ღადაობა, იმიტომ რომ მექსიკაშიც არის დარწმუნებული ვარ შეიძლება რაღაცა შოუ. იქნება. რაღაცა პრიმას მუჩაჩოს.
თავარი ბიჭები და კიდე უშვებენ აი ამ ვიდეოს და ამ ვიდეოზე გადაობენ იქ. ანუ სალომე ზურაბიშვილი ამოდის ამოდის და იძახის რომ siempre la Georgia, siempre la presidenta Salome Zurabishvili que bueno la Tiantes, la Panoji, la Carelli, tutta la va bene. და იქ იცინი. ხოდა ჩვენც მოდი თავი შევიკავოთ რომ muchachos. არა გვიყვარს მასხარად. იქ სამნი არიან. იცი რა არის ხა იმ კაცმა მექსიკელმა ტიპმა წარმოიდგინე რა დღეშიანი პოლიტიკოსები ყველა გზას მიმართავენ რომ რაღაცნაირად ყურადღება მიექცნენ ეს პერფორმანსი დადგა რომ კუბოდან ამოვიდა. ნუ ეხა ის მთელი ის იყო ამ ვირუსთან დაკავშირებით ალბათ ეს პერფორმანსი და ამოძრა ეს კაცი კუბოდან და ესე დაიწყო თავისი კამპანია რა. მაგრამ აი ხა მაგით ვის გავგვაკვირებს ჩვენ დიდად მაგით ვერ გავგვაკვირებს რა. ეხა კუბოთი გავგვაკვირებს ჩვენთან საერთოდ საარჩევნო კამპანიაში კუბო კი არა. საარჩევნო პროცესებში პირდაპირ მიცვალებულები არჩევნებში პირდაპირ მიცვალებულები იღებენ მონაწილეობას. აი როგორ უნდა გავუწმევ. მონაწილეობას იღებენ კი არა. შეიძლება მოიგონ კიდევაც არჩევნები. შეიძლება გამოვიდნენ კიდევაც და მოპარული ხმები დაიცვან მაგალითად მიცვალებულებმა. ასე რომ ამ ბატონს არ ვიცი მე ვინ არის ეს მექსიკელი ბატონი კუბოდან ამოსვლა არ მგონია დიდი წარმატება. ხორხე ხიმენესი. იცნობ? კი. მართლა? რა გინდა სერიოზული კავშირი? ბატონი ხორხე ხიმენესი. სერიოზული კავშირები აქვს მექსიკაში ძმას. კი. ხოდა მოდი ერთ ძალიან სასიამოვნო ამბავს გეტყვი. კარგ სასიამოვნო ვიდეოს გაჩვენებთ. მეგობრებო, რა მოხდა ჩვენს ქვეყანაში კარგი რაღაცები ხდება რა. ბიჭო, აბა ხა, სად არის? ყოველგვარი ხუმრობის გარეშე. ნახოთ, ესე იგი, მარგვეთის და უბისის მეუფემ მელქისედეკმა როგორ აჩუქა გაუკეთა სტადიონი მოსახლეობას აჩუქა და თვითონაც ამ გახსნაში მონაწილეობა მიიღო. ნახოთ რა ძალიან სასიამოვნო ვიდეოა. Wow, cool, yeah. Oh man, a blast, the clap on the classes, the recognize senses, the record on the patches. კი, ყოველგვარი გადაობის გარეშე მართლა კარგი საკითხი. აი ესე უფრო ესე არის კარგი და ლამაზი და მშვენიერი, როდესაც სასულიერო პირები ბავშვებს სტადიონს უხსნიან, თვითონ იქ თამაშობენ და ამ ფულით არყიდლობენ ბენტლის მაგალითად ან რაღაცა ჯიპის ჩიკის ბიბებს რა და ეს ძალიან კარგი არის რა. მართლა ძალიან კარგი. კი, აშკარა. სხვათა შორის ძალიან ცოტა რაღაცნაირი სიმბოლურია, კი არა და რაღაცნაირი აღსაქმელია ეს ფაქტი. ნახე, მეუფეები სტადიონებს ხსნიან და ქვეყნის პირველი ფეხბურთელი მერია. ხო. აჰა. და მე იმასთან თბილისის ნაპრალთან სადაც არის და ვაშლი ჯოში იქ დგას მერი და ლოცვას აღავლენს რომ ეს შეიგო. გამართული წელში და აშვერილი წელები. მე თო გავიგე. მე მგონი ღმერთი რაღაცა ნიშანს გვეუბნება ამ ნაპრალით. მე რას ფიქრობ იცი? მე რას ფიქრობ იცი? ძალიან კარგი იქნება თუ სასულიერო პირებს ნაკრებში წავიყვანთ. რას ფიქრობთ მაგაზე? აი ნაკრებში ყავს ფეხბურთელები და ასევე ნაკრებში თუ იქნებიან სასულიერო პირები. მაგალითად 1-2 სასულიერო პირი რომ იყოს, მე არ ფიქრობ რომ ძალიან ცუდი იქ. ცუდი პირი ძალიან კარგი იქნება. აი მაგალითად ხო ყავს ფეხბურთელი ოქრიაშვილი, რომელმაც მაგალითად შეიძლება ღმერთს თხოვოს, ღმერთო გეხვეწები გოლი გამატანინე. სად ეხლა ოქრიაშვილი როს თხოვს ღმერთს და ილოცებს გოლი გამატანინეო და სად მეუფეროს თხოვს, ხო? თუ დავაკვირდებით თან ჩვენს ფეხბურთს ახლა ლოცვის და ღმერთის გარდა დიდად ვეღარაფერი ვერ შანსი აღარ აქვს. ასე რომ მე მგონი არ არის ცუდი აზრი. კი, აზრი არის. ახლა სცენა მაგალითად თავდასხმაში მიდის სასულიერო პირი და ამ დროს შეესთხოვა რომ აი გოლი მინდა გავიტანო და ზემოდან. და მეტარე აი და გაიტანა. სხვა არაფერი აღარ გვიშურა. არ არის ცუდი აზრი. არ არის ცუდი აზრი. ჩვენ გადავიდეთ ახლა თბილისიდან ბათუმში, სადაც ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მოხდა მართლა. ქმარმა ცემას ცოლი. პირველად იმიტომ ცემა რომ არ მოეწონა საჭმლის გემო და მეორედ იმიტომ ცემა რომ არ მოეწონა ტემპერატურა. ვაჰ, აი ეგეთი ამბავი მოხდა და სხვათა შორის აქ ყველაფერი არ წერია. და სინამდვილეში კიდე მესამეჯერად ცემა. ოღონდ იმიტომ რომ არ მოეწონა სერვირება, პრეზენტირება იყო ძალიან ბანალური. საერთოდ არ იყო გათვალისწინებული აპერიტივი, ნუშის კაფე არ ქონდა საერთოდ. არაფერი. და თან ხო იცი ჯერ თვალი ჭამს. გემოებიც საერთოდ არ თამაშობდნენ. აი რა უკნა მასტერშეფმა ხალხს. დაუყარა ფაქტია. არა, მოდი შენ რას იზავ თავად? რა შემთხვევაში? მე აქეთ ვცემ სოლი, იმიტომ რომ მე ვაკეთებ სახში საქმეს. შესაბამისად თუ არა აქ ყველაფერი რა ჩამოთვალე. მეც კაი ბლომად მოხვედრია. ან ახლა ხოლმე მაგიტომ აქ ხოლმე აქ სინიაკები და თქვენ რომ მეკითხებით ვითომ ბანში რო ვიჭხლე სინამდვილეში ცოლი მიბრაგუნებს. კარგი, და ეს მიხარია.